ეს ბოლო ვიდეობლოგია ჩემი, ჯერაც მიმდინარე 2025 წელს, რამდენიმე საათში მოაკაკუნებს 2026 წელი. ბევრი ჩვენგანი ამბობს, ან იმედოვნებს, მოდი ასე ვიტყვი, რომ 26 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე იყო 25, 24 და ასე შემდეგ. მოკლედ, ახალი წლის შემოსვლა, ახალი იმედების, ჩვენი იმედების ასრულებას, ოცნებების ასრულებას უკავშირდება, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან ბევრი შეჭირვებული მოქალაქე, რომლებზეც საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები თვეში ერთხელ 1 წუთითაც კი არ ფიქრობენ, რომლებსაც ამ მოქალაქეებს გოზინაყიც კი არა აქვთ ოჯახებში, აი მე მაქვს, თქვენ გაქვთ, უმრავლესობა თქვენგანს აქვს, მაგრამ იმ მოქალაქეებს არა აქვთ, ისინი ალბათ მიულოცავენ ოჯახის წევრებს, საკუთარივე ოჯახის წევრებს ახალ წელს, მაგრამ აი რაღაც განსაკუთრებული კერძები კი არა, განსაკუთრებული სუფრა კი არა, აი ელემენტარული შესაძლებლობაც არ აქვთ, რომ დღესასწაულის განწყობა შეიქმნან, დღესასწაული თლად ზუსტი სიტყვა არ არის, თუ ჩავშლით ამ სიტყვას ახალი წელი 1 იანვარი სასწაული დღე სულაც არ არის. კარგით, ამ თემაზე არ ვილაპარაკოთ, ახლა აკითხავთ, რომ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება 1 წუთის განმავლობაშიც კი 1 წუთიც კი არ ფიქრობს ამ გვარ შეჭირვებულებზე 1 თვის განმავლობაში, მეთქი ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც იპარავს და მომავალშიც მოიპარავს, ამნიშნულობა აქვს 5 კაცს დასჯის მერე საკუთარი რიგებიდან თუ 17-მეც აუცილებლად დარჩება 117 თუ 257 ის ქურდბაცაცა, რომელიც ხელისუფლებას ყავს სხვადასხვა დონეზე. მისთვის პრიორიტეტია, რომ უზრუნველყოს საკუთარივე ოჯახების მომავალი მაშინ, როდესაც ისინი თანამდებობებზე არ იქნებიან და ჰგონიათ, რომ ყველაფერი, ასე რომ ამბობენ ხოლმე, ხახვივით შერჩება. ეს არ არის ერთადერთი დანაშაული, რომელსაც ბიზინა ივანიშვილის სისტემის ნაწილები ქმნიან, კი არა, სჩადიან საქართველოს წინააღმდეგ. იცით თქვენ, რომ 2025 წელს ბიზინა ივანიშვილმა მიიღო 1, 2, 7 თუ 10 რუსული კანონი დამატებით, 24-შიც ხომ მიიღო და 25-შიც მიიღო. ბიზინა ივანიშვილმა შექმნა ეს კარტელი და ეს კარტელი საქართველოს ადურთინებს თავს რუსულ ჭაობში. საქართველო უნდა რომ გახდეს რუსული სახელმწიფოს, რუსეთის სახელმწიფოს მსგავსი სახელმწიფო კავკასიის რეგიონში. გამოუვაო ბევრი თქვენგანი ირღვის, მე მაინც გონია, რომ ჩვენ ამ თვალსაჩინო ძალიან პესიმისტურად არ უნდა ვიყოთ განწყობილები. ქართველი ხალხის წინააღმდეგობა, მათ შორის დღესაც რუსთაველის გამზირზე რომ გავლენ იმ მოქალაქეების წინააღმდეგობა, ბიზინა ივანიშვილს გარკვეულზე მაღალი ალბათობით ვერ ასრულებინებს იმ დავალებებს, რომლებიც მან პერსონალურად და არა კობახიძემ, პაპუაშვილმა თუ მდინარაძემ მიიღო მოსკოვიდან. მოსკოვიდან მიღებული დავალებები კი მძიმეა, თუ გულახდილები ვიქნებით. ეს არის საქართველოს სრული დესაქართლოიზაცია, ანუ საქართველო არ უნდა იყოს ისეთი, ან იმგვარი, როგორც იყო ის დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხნის განმავლობაში 35 წლის განმავლობაში საქართველოს და მისმა ნებისმიერმა ხელისუფალმა გამსახურდიამ შევარდნაძემ სააკაშვილმა შეცდომები რასაკვირველია დაუშვა. ჩვენ გვახასიათებდა ერთი რამ, ჩვენ ვიყავით ანტირუსეთული სახელმწიფო, ყველაზე უფრო რუსული ბრჭყალებში თუ ბრჭყალებოდ ხელისუფალის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდშიც კი აღარ ლაპარაკობ გამსახურდიაზე და აღარ ლაპარაკობ მიხეილ სააკაშვილზე, აღარ ლაპარაკობ ზვიერ გამსახურდიაზე და აღარ ლაპარაკობ მიხეილ სააკაშვილზე. დიახ, ამ თვისებას, ამ სულისკვეთებას უსპობს ბიზინა ივანიშვილი ჩვენს ქვეყანას და ჩვენს საზოგადოებას, აკი ამიტომაც ეგრეთ წოდებულ რეფორმებს ატარებს, მაგალითად განათლების სისტემაში. მას ბიზინა ივანიშვილს უნდა, რომ მომავალშიც არ ჩამოყალიბდეს ისეთი საზოგადოება, რომელიც პერსონალურად მას, მისი ოჯახის წევრებს, რომელთა ნაწილი შეიძლება, რომელთა წარმომადგენელი შეიძლება დაატოვოს საკუთარ მემკვიდრედ, უკვე თქვა 5, 7, 10 წლის შემდეგ, მაგალითად ცოტნე ივანიშვილი და აგრეთვე რუსეთს არც არავინ არ უნდა შეეწინააღმდეგოს. ეს არის მისი ოცნება, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ უფრო ზუსტი რო ვიყო, ეს არის დავალება მიღებული მოსკოვიდან. საქართველოს ეს თვისება, სულისკვეთება, ხო, არ უნდა ჰქონდეს ჩაკლული სულის ქვეყანა უნდა იყოს საქართველო, აი დღეიდან უხეშად ვიტყვი 2025 წლიდან და აწდა მარადის და ბიზინა ივანიშვილის გაგებით უკუნისამდე. რუსული კანონები მიიღო, მეთქი ეს ვთქვი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი დანაშაული. ასევე ბიზინა ივანიშვილმა გამოამწყვდია საპატიმროებში მის
მიმართ კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ერთი და მნიშვნელოვანი ნაწილი 150 160 პოლიტიკოსი და არა მხოლოდ პოლიტიკოსი პატიმარი, სინდისის პატიმრები, ყავს ჩვენ პოლიტპატიმრები, მოკლედ და სინდისის პატიმრები, მძევლები მეთქი ხშირად ვამბობ, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი ერთი ანალიზით ყოველ შემთხვევაში აპირებს რომ ივაჭროს ამ ადამიანებით და ვინმე თუ ეტყვის რომ ისი რა არის, აი მაგალითად უნდა გაანთავისუფლო, მაინც და მაინც არა პოლიტიკოსი, არამედ სინდისის პატიმრები, რომლებიც პოლიტიკოსები სულაც არ არიან, შეიძლება ამასობაში იმ თქმელს უთხრას რომ იცით რა არის, მაგალითად დამიბრუნეთ 605 თუ 610 მილიონი დოლარი, რომელიც წამართვით თუ გამომართვით და Deep State-მა მე დამასანქცირა და ამ ფულს თუ დამიბრუნებთ, იმ შემთხვევაში გამოუშვებ, რა ვიცი, ზვიაც, ანდროს, მზიას, სხვებს ზვიადრატიანს და ასე შემდეგ, მოკლედ დაახლოებით 100 თუ მეტ არა სინდისის პატიმარს. ბიზინა ივანიშვილი ამ თვალსაზრისით თუ ვილაპარაკებთ, ვაჭრო განაკაცია, მაგრამ ეს კითხვა რუსეთი გამოაშვებინებს კი თუნდაც სინდისის პატიმრებს ბიზინა ივანიშვილს, ეს კითხვა პრინციპში მაინც ასე უნდა ვთქვა აქტუალურია ერთი ვერსიით, რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ დათმობს და არ დაათმობინებს ბიზინა ივანიშვილს. ყველაზე უარესი რაც მოხდა ჩემი მოსაზრებით 2000 ჯერაც მიმდინარე 2025 წელს, ეს არის BBC-ს ფილმი გამოქვეყნებული ნოემბრის მიწურულს, ანუ ერთი თვის წინ ზუსტად, როცა ბიზინა ივანიშვილთან დაკავშირებით ითქვა პრინციპში მაინც მაღალი ალბათობით სიმართლე, რომ ქართულმა რუსულმა ოცნებამ მანამდე ერთი წლით ადრე, ანუ დეკემბრის დასაწყისში, ნოემბრის მიწურულს 2024 წლისა მაღალი ალბათობით გამოიყენა ქიმიური იარაღი. ეს ბიზინა ივანიშვილისთვის კატასტროფა, იმიტომ რომ ამის გათვალისწინებით, რაც არ უნდა ალაგოს ურთიერთობები, ეცადოს ურთიერთობების დალაგებას შეერთებულ შტატებთან ან კოლექტიურ დასავლეთთან, ბიზინა ივანიშვილი ამ ურთიერთობებს ვერ დაალაგებს, იმიტომ რომ ის უკვე შევიდა, ის უკვე მოხდა მსოფლიოსთვის ყველაზე მიუღებელ პირთა სიაში. ეს პირები არიან აი სამი მათგანი შეგვიძლია გავიხსენოთ, ცოცხალი ასადი და მკვდარი ხუსეინი, სადამ ხუსეინი და ასევე მკვდარი მუამარ კადაფი. ბიზინა ივანიშვილი უხეშად ვლაპარაკობ ამ სამეულის მეოთხე წევრი, ანუ ამ ტრიოს მეოთხე წევრი, ანუ კვარტეტი გახდა უკვე, კვარტეტი შედგა უკვე, ასე ვიტყვი, ბიზინა ივანიშვილი ცოცხალია ასადის არ იყოს. სწავლა თუ არის რუსეთში, ეს კითხვა ბუნებრივია აქტუალურია, მე გეტყვით რომ ჩემი მოსაზრებით პერსონალურად ბიზინა ივანიშვილს რუსეთში არ მიიღებენ ასადისაგან განსხვავებით, იმიტომ რომ ეს ის მავრია, რომელმაც საკუთარი მისია, საკუთარი ფუნქცია ბოლომდე ვერ შეასრულა. მავრი, რომელიც რუსეთის დავალებებს ბოლომდე ვერ ასრულებს, ის იქნება და გასაწირიც კი ასადისაგან განსხვავებით, თუმცა მე მგონია რომ ასადიც განწირული კაცია და თუ სადმე მოკვდება ასადი, მოკვდება სწორედაც რომ რუსეთში და მოკვდება პირობითად ვლაპარაკობ ნოვიჩოკით თუ სხვა საწამლავით, ან პირდაპირ ესვრიან პირდაპირ მნიშვნელობით მოსკოვის სიახლოვეს პადმასკოვიეში და გააგორებენ როგორც გასაგორებელი არის, მეთქი გავბედავდა ვიტყვი, იმიტომ რომ ის დამნაშავეა სულ მინიმუმ სირიელი ხალხის და რეალურად კი გასაუბრიობის წინაშე. იგი ხარით რომ ბიზინა ივანიშვილი რუსული კანონების მიღების გარდა უსაშინლესი სხვა ქმედებებითაც გამოირჩა ჯერაც მიმდინარე 2025 წელს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჩემი მოსაზრებით თუ წლის შეჯამებაზე ვლაპარაკობთ, არის არა მხოლოდ ის, რა ჩაიდიდა მან 24-ის მიწურულს 25-ის განმავლობაში, არამედ ის, რაც ჩაიდეს ბიზინა ივანიშვილი და საცივებიდან, როცა ამოვყოფთ თავს და უნდა ამოვყოფთ ადრე იქნება თუ გვიანეს იქნება 5, 6, 7, თუნდაც ძველი ახალი წლის, ეგრეთ წოდებული ძველით ახალი წლის შემდეგ, ანუ 14-ში, 15-ში, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა კარგად გავისიგრძეგაროთ და მე უკვე განჭვრიტოთ და ბიზინა ივანიშვილი აპირებს რომ კიდევ უფრო უარესები ჩაიდინოს ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს წინაშე მომავალ 2026 წელს. რა არის ეს უარესიობა? ბევრი თქვენგანი ეკითხავს და მე გეტყვით რომ ეს არის პირველ ყოვლისა ალბათ მაინც არჩევნების, ან ეგრეთ წოდებული არჩევნების დანიშნვით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება საკანონმდებლო ორგანოში, ცხადია ისიც უკანონო პარლამენტი იქნება, მაგრამ მას შეიძლება რომ ცალკეული გადაწყვეტილებები მიიღოს, გამოცხადება ნეიტრალიტეტისა ჩვენი ქვეყნის, აგრეთვე რუსების მეტი და მეტი ჩამოსახლება, სხვადასხვა იმ ეგრეთ წოდებულ არაბულ დასახლებებში, კრწარისა თუ გონიოში უმრავლესობა, პარებ ვიტყვი,
უმრავლესობა ვინც შეიძენს სახლებსა თუ ბინებს იქნებიან სწორედაც რომ რუსეთის მოქალაქეები და მე არავითარ შემთხვევაში არც არაბების და მათ შორის არც რუსების მიმართ არ მინდა ქსენოფობიური პასაჟები გაჩნდეს ჩემს მონოლოგში, მაგრამ იმას კი გეტყვით რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია, როდესაც ამდენი შეუმოწმებელი პირველ ყოვლისა ასე ვიტყვი და ეს არის დაახლოებით 75-80,000 რუსეთის მოქალაქე თუნდაც დროებით დასახლდება გარკვეული პერიოდის შემდეგ მიზნე ივანიშვილი თუ ასე გაძლიერდა, ან მისი მემკვიდრე ცოტნე გაძლიერდა, ან არ ვიცი, მამუკაბდინარაძე გაძლიერდა, კობახიძე თუ რომელიმე შემცვლელი, კობახიძისა, მდინარაძისა თუ პაპუაშვილისა, ისინი მოქალაქეობასაც იოლად მიანიჭებენ ამ 75 თუ 80,000 სხვა ქვეყნის მოქალაქეს, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებ სწორედაც რომ რუსეთის მოქალაქეებს, იმიტომ რომ შეუმოწმებელნი არიან. მე არ ვიცი რამდენი ადამიანია არის უკვე შემოპარული რუსეთის FSB-ს აგენტი ჩვენს ქვეყანაში იმ დასახლებული რუსებიდან, რომლებმაც აქ უძრავი ქონებები შეიზიდეს, ან ნაკირავები აქვს, დანაკირავები აქვს ბინები, ქუთაისში, თბილისში, ბათუმში, თელავში და ასე შემდეგ და მით უფრო არ მეწოდინება და ვერ გავარკვევთ ჩვენ, რამდენია FSB-ს აგენტი პირდაპირ თუ ირიბი მამუკა მდიდარაძის ხელში, იმიტომ რომ მამუკა მდიდარაძე ხომ დაკავებულია იმით, რასაც რუსული საქმეების გაკეთება ჰქვია, გაჭარხვა ჰქვია და არა იმით, რაც ეროვნული უსაფრთხოებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ექვე გეტყვით რომ გარდა იმისა რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადებას აპირებს უკვე არჩევნების, მაღალი ალბათობით არჩევნების გამოცხადების შემდეგ, არჩევნების ჩატარების შემდეგ ბიზნე ივანიშვილი ის აპირებს და აქ ჯარისკაცებს მიმართავს, სასახერლოდ ჩვენს ჯარისკაცებს, თავდაცვის უწყებას, თავდაცვის ძალებს აპირებს რიცხოვნობის ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით რიცხოვნობის შემცირებას, ანუ რაოდენობის შემცირებას საქართველოს შეერაღებული ძალებისა, იმიტომ რომ უნდა თქვას, რომ ნეიტრალურ საქართველოს ამდენი ჯარისკაცი სულაც არ სჭირდება პირდაპირ მნიშვნელობით თქვენ ხო დაგაკმაყოფილეთ ბინებით, არც არავინ გართმევთ, იცით თქვენ თავდაცვის უწყება დღესაც აშენებს სახლებს და უფასოდ აძლევს ბინებს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს, ანუ ჯარისკაცებს სამხედროებს მოდი ასე ვიტყვი, დაგაკმაყოფილეთ და აი მეტი რა გინდათ, ახლა მართალია გტოვებთ ქუჩაში, მაგრამ აი თუ არ გინდათ რომ მაინც და მაინც ბინების კონფისკაცია მოხდეს, შესაძლოა ესეც კი თქვას რომელიმე ზარგუაბან, რომელიმე ბანდიტმა, ამით ეს არ უნდა გააპროტესტოთ და გაპროტესტებელი არავინ იქნება, მეთქი ასე ვიტყვი, მაგრამ ეს ძალიან ესე ფართო კონტექსტში უნდა დავინახოთ ეს ამბავი და უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების რიცხოვნობის რაოდენობის შემცირება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის კიდევ ერთი გამოწვევა იქნება, იმიტომ რომ ამ გლობალურ პროცესებში, ამ გლობალურ турბულენციაში ჩვენ გვჭირდება კარგი, შეიარაღებული, სათანადოდ აღჭურვილი და სათანადოდ მომზადებული შეიარაღებული ძალები, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია დასავლეთთან ურთიერთობის გარეშე, დასავლეთთან ურთიერთობის გაწყვეტა და რუსეთის ჭაობში თავის დურთვა კი მეორე თუ მესამე ამბავია. ისი თქვენ უფრო გლობალური, დასავლეთი ჩვენსკენ არ გამოიხედავს სწორედ იმიტომ, მათ შორის იმიტომ, ან უფრო იმიტომ, რომ ბიზნე ივანიშვილმა გარკვეულზე მაღალი ალბათობით გამოიყენა ქიმიური იარაღი 2024 წლის მიწურულს ქართული ხალხის წინააღმდეგ და აკი გითხარით, რომ ის ჩაეწერა ჰუსეინისა თუ ასადისა თუ კადაფის ტრიოს შემადგენლობაში მეოთხე წევრად, ანუ კვარტეტი გახდა ის ჭყალებში ანსამბლი, რომელსაც იცნობდა და იცნობს სოფლიო. საქართველოს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის შემცირებას მოსალოდნელია 2026 წელს საცივიდან რომ ამოვყოფთ თავს და გოზინახსაც რომ მოვილევთ და ბევრ ჩვენგანს აქვს 30, 40, 50, 60 ნაჭრიანი 50 ნაჭერი გოზინახი მომარაგებული კი არა სახში მომზადებული, ამ გოზინახსაც რომ მოვილევთ და სუფრებსაც რომ მოვილევთ და 7 ლიტრ ღვინოს რო დავლევთ ამ 7 დღის განმავლობაში, პირველიდან 7-მდე მაგალითად, მერე კი ეს ყველაფერი უნდა გაგვახსენდეს და ამაზე უნდა ვიფიქროთ და არც ერთი კარგი საქმეც კი, კარგ საქმეთ არ უნდა ჩავუთვალოთ ბიზნე ივანიშვილს და მის ბანდას, ამდენადაც უნდა გვახსოვდეს, რომ კარგ საქმეებს ისინი ჩადიან ჩვენი თვალის ასახვევად, მერე ამ ყველაფერს ძალიან კარგად ფუთავენ და საზოგადოების ერთ ნაწილს აჯერებენ, რომ ისინი საუკეთესო მენეჯერები ან საუკეთესო ხელისუფლების საუკეთესო წარმომადგენლები არიან. კალაძე იქნება ეს, მდიდარაძე ხსენებული უკვე მეორედ თუ მესამედ, კობახიძე ასევე მეორედ თუ მესამედ ხსენებული თუ პაპუაშვილი, რომელიც მხოლოდ იმით არის დაკავებული რუსეთის FSB-ს დავალებების შესაბამისად, რომ ყოველდღიურად დღეში 7 ჯერ, ამდენჯერ საკუთარი მეუღლის სახელს არ წარმოთქვამს, პაპუაშვილი აგინოს და
აგინოს. დასავლეთს ესეც ფსბ-ს დავალება არ მნიშვნელობა აქვს ბიზინა ივანიშვილის ხაზით გატარებული თუ დამოუკიდებლად, თუმცა მე არ მჯერა რომელიმე ბანდიტი, არ მჯერა გულახდილად გეტყვით, რომელიმე ბანდიტი პაპუაშვილი თუ კობახიძე თუ სხვები დამოუკიდებლად არიან დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან. ბიზინა არასაკვირველია, რუსეთის უმთავრესი კი არა, მე მგონი ერთადერთი საყდენი ბიზინა და მისი ოჯახზე საინტერესო პასაჟი ბარემ აქამდე ყველა ფსონი თითქოს დადებული იყო ბერა ივანიშვილზე, ახლა ახალგაზრდა კაცი ცოტნე ივანიშვილი გამოჰყავს თითქოს ბიზინა ივანიშვილს ასპარეზზე და ეს ფიქრი იმის თაობაზე რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მომზადების შემდეგ არა უტა ცოტნე ან რომ არ გვინახავს ის გვანცა, არამედ სწორედაც რომ არა უტა ბერა და არც გვანცა, არამედ სწორედაც რომ ცოტნე იქნება ჩვენი ქვეყნის არაფორმალი მმართველი გადაიბარებს ბიზინა ივანიშვილისაგან, ესეც ფაქტია. ბოდიშ ვიხდი აქვე ერთი რეპლიკა თუ ერთი ამბავი, იცით თქვენ რომ ბიზინა ივანიშვილი ძალიან დაინტერესებულია იმით, რომ 605 მილიონი დოლარი, რომელიც მას წაართვა, მეთქი თუ გნებავთ ასე ვიტყვი, გამოვართვა, ხო, დაუსანქცირა ან დაუყადაღა შვეიცარიულმა ბანკმა და ბანკებმა და ის სასამართლო პროცესები ბიზინა ივანიშვილმა მოიგო. ეს ფული როგორც ჩანს მას არ უბრუნდება და ერთი ხანობა კი არა, არც ორი ხნის წინ კიდევ ერთხელ გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბიზინა თანახმაა რომ ჩადოს ეს ფული ნებისმიერ იმ საქმეში თუ დაუბრუნებენ, რომელსაც მას Deep State ან ამერიკის შეერთებული შტატები უკარნახებს და ბარემ მიკითხავ, აი უკრაინის აღდგენის ფონდში რო გადარიცხოს 605 მილიონი, ახლა რო გამოაცხადოს ბიზინა ივანიშვილმა, როგორ გონიათ არ დაუბრუნებენ, სიამოვნებითაც დაუბრუნებენ, უბრალოდ ყველა შესანიშნავად ხდება, რომ დაახლოებით 4 მილიარდით გაღარიბებული ბიზინა ივანიშვილი არც 605 და არც 65, არც 6.5 მილიონი დოლარის თუ ლარის რუბლის გადახდას უკრაინისთვის არ აპირებს, იმიტომ რომ არსით ის სწორედაც რომ რუსეთისკენაა და მიაჩნია რუსეთი არა მარტო მაგარია, არამედ რუსეთი მართალიც არის, ზელენსკის უკან უნდა დაეხია, ასე ფიქრობს ისიც და მის ფრთებქვეშ არსებული თუ მყოფი უკლებლი ყველა ეგრეთ წოდებული ხელისუფალიც, რომლებიც ღიად ამბობენ, პრაქტიკულად ღიად ამბობენ იმას, რომ უკრაინისკენ არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც 8 თვეში ერთხელ არა, ერთს ვამბობ, რაღაც 3 წელიწადში ერთხელ ისინი გარკვეულ პროუკრაინულ განცხადებებს, როგორც უკრაინელ ხალხს ახსენებენ და არა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებებსაც აკეთებენ და ხანდახან რეზოლუციებსაც კი უერთდებიან. მაკაბოჭორიშვილი გაბახსენდა უბრალოდ და არ ვიქნები ობიექტური, რომ არ ვახსენო ის, რომ რამდენიმე ხნის წინ ფრიად საინტერესო და დადებითი სწორი ნაბიჯი გადადგა ბოჭორიშვილმა, კალაძემაც გადადგა განა არა, 1-2-3 ნაბიჯი, კარგი სკვერი გააკეთა, არ ვიცი, რამდენად კარგია საახალწლო სოფელი, მე სიმართლე გითხრათ არ ვიცი, საახალწლო სოფელი თბილისში ან საახალწლო სოფლები სხვადასხვა ქალაქსა თუ რაიონში, იმიტომ რომ იქ ის კულტურა, ის სუბკულტურა, რომელიც შექმნილი არ არის ქართული, ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, ძირითადად რუსები და არ მინდა თანაკლავი მეორე ქსენოფობიურად გავამიმდეს, ისინი დამოუკიდებელ საქართველოში, რომელსაც ოდესღაც ჰქონდა სულისკვეთება რუსეთის წინააღმდეგ წასვლის საზოგადოებას ჰქონდა, აქ ძირითადად რუსები ათამაშებენ ერთ და ორ ადგილს და არის ტანცი-მანცი გამართული, ამასთან მდარე რუსული საესტრადო მუსიკაც ისმის იქ იმ საახალწლო სოფლებში, რომლებიც გააკეთა კალაძემ თბილისში თუ სხვა რომელიმე ქალაქისა მერმა თუ გამგებელმა, რომელიმე სხვა ქალაქსა თუ სოფელში თუ რაიონულ ცენტრში. კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, რასაკვირველია, მძიმე 2026 წელი გველის ბიზინა ივანიშვილი არ აპირებს რომ გააჩერდეს და გამოუშვას პატიმრები. ბიზინა ივანიშვილი არ აპირებს დათმობას. ბიზინა ივანიშვილი აპირებს რომ ყველაფერი, ყველა სერვისი, მეთქი ასე ვიტყვი, შესთავაზოს რუსეთს და ეს არის მათ შორის სამხედრო ბაზების, კიდე კაი გამახსენდა, სამხედრო ბაზების დაკანონება ჩვენს ქვეყანაში. სამხედრო ბაზები შეიძლება არც დაარქვან იმ ერთობლივ ცენტრებს თუ სივრცეებს და შეიძლება დაარქვან ანტიტერორისტული ცენტრები, რაც ასევე კატასტროფა იქნება ჩვენთვის. ამიტომ გაფრთხილდით საცივიდან რო ამოჰყოფთ თავს, ჩემო კარგებო და კარგია რომ საცივი გაქვთ სახლში, ბევრს არა აქვს, მეთქი აკითხავით არა თუ საცივი არამედ გოზინაყიც კი, გაფრთხილდით და 7 იქნება 8 თუ 14 იანვარი, უკვე 15 იანვრიდან სულ მაქსიმუმ გამოდით რუსთაველზე, იმიტომ რომ რუსთაველის გამზირი არის ერთადერთი სივრცე მოცემულ ეტაპზე, რომელიც ჩვენს თვითმყოფადობას გვანარჩუნებინებს, ამის ხმა მინდა ხმამაღლა და ჩვენ გვისახავს იმეც, რომ 26 წელი მართლაც უკეთესი იქნება, ვიდრე არის
ჯერაც მიმდინარე 2025 წელი რუსთაველის გამზირიტებე ფორმულა საერთოდ დამოუკიდებელი მედია თავისუფალი ადამიანები თავისუფალი ინდივიდების მოუდრეკელი ადამიანები რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნისათვის სისიგრძე განებენ რა მდგომარეობაში აღმოაჩინა და რა მდგომარეობაში აღმოაჩენს ბიზნეს ივანიშვილი ამ ქვეყანას ეს ადამიანები არიან თქვენი ვისაც შეგეზარათ ამ ხნის განმავლობაში რუსთაველზე გასვლა თქვენი უსაფრთხოებისა და თქვენი კეთილდღეობის გარანტორები თუ ეს მოკვდება ყველაფერი მოკვდება ფორმულა სადაც ახლა ვიმყოფები ანუ ჩაქრება თუ მოკვდება ანუ აღარ იარსებობს რუსთაველის გამზირის პროტესტი ეს იქნება ყველაფერი ერთფეროვანი ანუ ბიზნესფერი იქნება ყველაფერი და ბიზნეს კი რუსეთის ფერი რომ აქვს ეს ჩემზე კარგად უნდა იცოდეთ წესით 26 წელს გილოცავთ ამდეგორეთ 26 წელს კარგად უნდა გვახსოვდეს რომ ყველაფერი კარგია რაც კარგია ხო მაგალითად გზა კარგია მაგრამ გზა კარგია მაშინ ეგ გზატკეცილი ხო მაშინ როდესაც იქ რუსული ტანკები არ შემორიხინდებიან და ალბათობა იმისა რომ ივანიშვილის პირობებში რუსული ტანკები შემორიხინდებიან ან პირდაპირ ან ირიბით მნიშვნელობით ეს იქნება რუსეთისთვის სასარგებლო გზა ხო ეს მიდგომა თუ ეს აზრი არც თუ არა რელევანტურია ყველაფერი კარგია რაც კარგია მაგრამ ყველაფერი კარგია განსაკუთრებით მაშინ როდესაც შენ დამოუკიდებელ საქართველოში დამოუკიდებელ სახელმწიფოში ცხოვრობ ბიზნეს ივანიშვილის სუვერენიტეტის დამოუკიდებლობის თავისუფლების მტერი კაცია სამწუხარო და ასე აღმოჩნდა და მე იმ აზრზე ვარ რომ ბიზნეს ივანიშვილი რუსეთის პროექტი იყო გასული საუკუნის მაქსიმუმ 90-იანი და ვინც იქნება 80-იანი წლების ბოლოდანაც კი 90-იანი წლების დასაწყისიდან უბრალოდ ვარდების რევოლუცია ისი მოსვლა ჩვენი ქვეყნის სათავეში გადადო ერთგვარად და 2012 წელს კი მოვიდა და ნელ-ნელა დაიწყო ეს რა უნდა ვიხმარო შესრულება ქართველი ხალხისათვის და ეს არის ჩაკლული სული რომ გქონდეს სული რომ ჩაგვიკვდეს იმისთვის ან იმაზე მოწადინებული კაცი ბიზნეს ივანიშვილი რომელსაც ქართულისა საქართველო ელისა არც არაფერი სხია ესეც უნდა ვთქვათ, ხო, ეს ბევრს ეწყინება, მათ შორის ჩემი ეწყინება, მოგეცინოთ სწორი სიტყვა, ბევრს ეწყინება, ბევრს გაუკვირდება, კი არა, ბევრი იტყვის რომ რაღა აი 21 დეკემბერია, ისევ ამაზე რატომ ამახვილებ ყურადღებას, რა გადაეკიდია ბიზნეს ივანიშვილს, რა დაგიშავა ასეთი, ახლა მაინც ამოგვასუნთქე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, თითქოს სწორი ბრძანება 31 დეკემბერს კაცი უნდა ლაპარაკობდეს მხოლოდ ახალ წელზე და ასე შემდეგ, მაგრამ ახალი წელიც მე ჩემთვის არის დაკავშირებული სწორედაც რომ ქვეყნის უკეთეს მომავალთან ეს არ ნიშნავს იმას რომ მე დღეს არ მიულოცავ ჩემი ოჯახის წევრებს, ვიწრო ოჯახის და ფართო ოჯახის წევრებს მიულოცავ რასაკვირველია, მაგრამ მე პერსონალურად გეტყვით იმასაც რომ უკვე ხვალიდან თუ ზეგიდან ისევ ვიდეო ბლოგები მექნება უკვე 2026 წლის პირველივე დღეებიდან, პირველივე დღიდან და იქაც მძიმედ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი წამითაც კი საბოლოოდ არ აქვს უფლება მოდუნებისა, იმიტომ რომ რუსეთი აპირებს ჩვენს გაუქმებას, თუ კარგად ხვდებით ამას, თუ კარგად ვისიგრძეგანებთ ამას და თუ ვერ ვისიგრძეგანებთ ეს კარგად უნდა გავისიგრძეგანოთ და პატარა აგურის მტვერის მოლეკულის ოდენა წვლილი იმაში რომ რუსეთმა ეს ყველაფერი, რუსეთმა და ბიზნეს ივანიშვილმა ეს ყველაფერი ვერ მოახერხონ, ხო, ჩვენ უნდა შევიტანოთ ამაში და როდესაც ამ მოლეკულას ის მოლეკულა იმ აგურს ის აგური მიემატება, იქნება და გადავტეხოთ წელში რუსეთიც ზოგადად და რუსეთის აქაური ფსტოვარი ბიზნეს ივანიშვილის ნახვამდის.